ეს გვაქვს ორი აქტივობა. ერთი არის მივდივართ სუპერში, ოღონდ ამჯერად დიღმის სუპერში, იმიტომ რომ ყველაზე დიდი არჩევანი ყოველთვის არის ხოლმე. და მეორე მშობლებთან დავაწყო ნაცრისხი. ოღონდ ეგ ნაცრისხი არის, მე მგონი 3 და რაღაცა. ხო? 3 მეტრზე მე უჭველი, ამიტომ 3 მეტრიანი იყო ტაბახალში რაც ხონდა ხოლმე. ხო და ნახოთ. მაგ სახში კიდე მაგ დიდი ნაცრისხის გარდა ერთი თეთრი ნაცრისხი გვაქვს და კიდე გვაქვს პატარები რა. რომლებიც შარშან არ მოვწეთ, უბრალოდ გარანტია ვქონდა თუ სწორად მახსოვს. ხო და ეხლა ვიფიქრე რომ იმ დიდ ნაცრისხის სხვა ვაწყობ კიბებთან რაც იქნება რა. და შარშან ეგ პატარა ნაცრისხები გვედგა მაგ კიბებთან და იმ პატარა ნაცრისხებს გადავიტან სამზარეულოში. და ანუ გვექნება 3 სივრცე, ერთი მისაღებში, ერთი სამზარეულოში და ერთი ბუხართან რა. ანუ ყველაზე დიდ დროსაც ვატარებთ ყველგან იქნება ნაცრისხი. ეს არის 16 ნოემბერი. ეს თქვენ ამოვიწყეთ. ხო და წესით უკვე გამოტანილია ყველაფერი მაღაზიებში რა. მე როგორც ვატყობ, იმიტომ რომ წინაზე რო ვიყავით ნოემბრის დასაწყისში, მაგ პერიოდში ავაგებდნენ და ჯერ ძალიან არაულობა იყო და ეხა ისეთი დრო არის, რომ თან ყველაფერი გამოტანილია, თან გაყიდული არ არის. იმიტომ რომ ჯერ არავინ არ იწყებს წოდებას ჩემნაირ გიჟების გარდა. ერთ ისე ყიდვაცმინდა არის, ლენტები რო არის. დიგანს რა, იმასე ჩვენ თორჩოროფა და წითელი და მწვანე მარხატის. მიხტერაზე ვამბობ. ეგეთი მინდა რომ ნახოთ თუ იქნება ოქროსფერი ან რაღაც ეგეთი რა, იმიტომ რომ ჩვენთვის ხეს ძალიან აკრია დეკორაციები, მარტო სათამაშოები კიდია და ის ძილები რაც არის ოქროსფერი. სახში რაც მაქვს სათამაშოები, რაც არ ვიყენებ წელს, მწვანეს და წითელს. წავიღებ ჩემებთან და იქ რომელნაირად ხეს მოთავმაქფერებად რა. და იქ რაც იქნება ისეთი რაც არ გამოვიყენებ, აქ წამოვიღებ ან თეთრს და ოქროსფერს. უპარავ და ჩვენად ხეს გავუკეთებ. სხვა ფერში იყოს ყველა ნაცრისხი. და მაქსიმალურად უტილიზაცია გავუკეთოთ დეკორაციას რაც გვაქვს. რაღაცა ძალიან შემოდგომის ის არის. მოდით დიღმის სუპერში, რატომღაც ყველაზე მეტად ეს ლოკაცია მიყვარს, ყველაზე კარგად აქ შოპინგ ხოლმე მისმედეს საახალწლო პერიოდში. აი ხა ვეძებთ ლენტებს. ანუ ყველას ესეთი სამაგრი აქვს და ჩვენი ნაცრისხი ვერ იმოშება მაგაზე. ყირავდება, ვერ უძლებს. აბა როგორ ვინახავს? არ ვიცი. კლიპ ალბათ. ანუ ამაზე ვფიქრობ, ვიყიდოთ თუ არა და ვერ გადავწყვიტე. როგორ? ეს ვიყიდოთ თუ არა, ვერ გადავწყვიტე თქო. მეც სუპერში 3 ვარი ვერ და აქ რა დოს. ეს სამი. ეს რაღაცნაირი ეს არ მომწონს ძალიან ის არის, მაგრამ რაღაც ძალიან სიგიჟე არის მართლა ესეთი ესა. ტალენტებიც არ ჩანს თან, ხო? ანუ ლამაზი არის, ხა ვერ ვუარყოფ, რომ ძალიან ლამაზი სათამაშოები. აბა? ჩიქენ. სასანთლეა. მე მგონი სასანთლეა.
ეხლა მივხვდი რომ ჩვენ სახლში ახალ წელს არასდროს არ შევხვედრილ ვართ. That's crazy. დაუბრუნდით ხელსარიალად. ისა კალხუშიან სარნაგეთად იყვას უნდა გავიდეთ და შეიძლება მანდ იყოს ის ლენტები მე რასაც ვაწერ. ლენტები? ხო. ძალიან ძვირია ყველაფერი. ანუ ეხლა რო ახალ სახლში გადავდიოდე და თავიდან მიწევდეს ყველაფრის ყიდვა. ან ნაძვის ხე 1000 ლარი ღირს ალბათ. ხო, აქ ეგრერის შუცბილოში ცოტა იაფი. ნუ ხო, მაგრამ ჩვენ ნაძვის ხეში რაღაც ეგრე 700 ლარი მივეცით. ესე მახსოვს. თან რამე წლის წინ. თან ანუ ბურთებიც არის, ბურთები კიდე შედარებით იაფი არის, მაგრამ ანუ როგორც მინიმუმ ერთი ზემო და კიდე 1000 ლარი მარტო სათამაშოები გინდა. ძალიან ძვირი არის ყველაფერი. და ანუ არჩევანიც აი ლამაზი სათამაშოები კი არის, მაგრამ ის სათაფურთების გარდა სხვა რაღაცეები, რითაც რთავენ ხოლმე რა ნაძვის ხეს, ეგეთი რაღაცები არაფერი არ იყო. ანუ ეს თინზო რაც იყო, ეგეც 1-2 ცალი იყო მიგდებული და 1 ცალი შეკვრა იყო რაღაცა, ღირდა 60 ლარი წარმოიდგინე, ანუ ყველაზე იაფიანი მასალა არის, რაც შეიძლება რომ რამე არსებობდეს ამ დედამიწაზე. ხოდა მოკლედ ამერიკაში რომ ნაძვის ხე ვიყიდეთ, თვითონ ნაძვის ხე ძალიან ვანძი იყო, მართალია, მაგრამ ისეთ სათამაშოები გქონდა რომ ბოლოს ლამაზი გამოდიოდა. ანუ ლამაზი ავსებდა რა, იმდენ სათამაშოს უკეთებდით რომ ავსებდა და ვაფშე არ იყვებოდა რომ ძალიან იაფიანი ნაძვის ხე იყო. 100 დოლარი ყიდა ნაძვის ხე და ზემოდან აი ყველაზე მეტი ალბათ 100 დოლარის სათამაშოები ეკიდა, აი ეგეც არა რა. არა ვეი. ანუ აი ეს კრემბერის რაღაც ჩოხები რო არის, რასაც ვარჭობდი ხოლმე, უზარმაზარი შეკვრაღიბდა ხოლმე, რაღაც 3-4 დოლარი. პლუს ის ლენტები და თითო 1 დოლარი. თუ რაღაც რა ძალიან ცოტა. ის ლენტები ძალიან აუსებს და ალამაზებს, მithumetes როცა ნაძვის ხე არის თვითონ ხშირი სიმწიწვები რო არა, იმითი იფარება რა, ის სივრცეები, ხრიჭოები რაც რჩება და ძალიან ალამაზებს ეგ ლენტები და მაგრამ მომწონს რა. ეხლა რო მქონდეს უეჭველი გამოვიწერდი წინასწარ. Amazon-იდან რაღაცებს. ეს არის სამზარეულოს ნაძვის ხე რა. ეხლა განახევთ ბუხრის ოთახში გავაკეთეთ კი. ანუ ძალიან სილამაზეა. შუქიანთა კარგად დაინახოთ. აქ მინდა და უფრო კლასიკური ხვევით რაღაცების დამატება ჭირდება რა თქმა უნდა და ესეთი უცნაური ნაძვის ხე გვაქვს. ძალიან ვიწრო. ხო და ესე სამი ერთად არის. ამას მხოლოდ განათება აქვს, იმიტომ რომ ძალიან უცნაური განათებაა და სხვა არაფერი არ იწევა და ესეთი არის ეს. მე მოვალ ეს დიდი ნაძვის ხე გავაკეთოს. მაგისტრის რაც დარჩება, მე დანარჩენი სახლის დეკორაციები იქნება რა. დიდი ნაძვის ხე კოლგასავით იშლება. არ იშლება კოლგასავით, რამდენიმე ნაწილი აქვს. 3 ნაწილია, просто ესე იშლება კოლგასავით. და არ ზურება ისინი? იმიტომ რომ უკანა მხარეს ხო არ დაეტია მაშინ და არა, просто ესენი. ჰა? 2 ავაწყეთ. მესამე დაგვრჩა. არა, ეს ერთი დაგვრჩა, აქ რაც იგნოევა და ხო. დედას ნახატებს. ეს ჩემთვის. ჰა? ხო, ის დაბა ჩავიტანე, ის რამდენიმე ნაძვის ხე არის ერთად. და ეს არის დიდი ნაძვისთვის სათამაშოები შევინახე. მოკლედ ვერცხლისფერი და შიგნისფერი იქნება დიდი ნაძვის ხე.
დილოშტობისა ცოტა ჯამსკიერი არის ხე გაფიხვიძე და დღეს მივდივარ ჩემთან რომ დიდი ნაწის ხე ავაწყო და წამოდით მოკლედ ერთად ვიწვალოთ იმიტომ რომ სერვეზერი არის და ძალიან დიდი დარც მოჭირდება ამიტომ რომ სპორტულად ჩავიცვი მოვემზადე ხანიკა სამსახურში მიდის და გზაში პარემ დამტოვებს და მაქვს 2 საათი სანამ სამსახურიდან გამოვა და გამოვილის და მინდა რომ ამ 2 საათში მოვესწრო ამ ნაძვის აწყობა როგორც შეიძლება მითხრა მე არ მახსოვდა თურმე სამნაწილად არის გაყოფილი და ესე იშლება და წესით თვითონ აწყობას დიდი დრო არ უნდა დაჭირდეს და ვფიქრობ რომ სამივე ნაწილს ცალ-ცალკე მოვთავ იმიტომ რომ უზარმაზარია და ძალიან რთულია ერთმანეთზე დადგმა ამ ნაწილების ხო და მე როცა ვაწყობ უკვე თითქმის შეუძლებელია ზედა ნაწილამდე მიწვდომა, იმიტომ რომ კიბეებზე დგას და ესე ვთქვა გასაშრულ კიბესაც ვერ ვუდგავ გვერდზე. ჩემი ნაწვის ხე ესე გამოიყურება. პატარ-პატარა რაღაცები დავამატე, მაგალითად ესენი ეს და ძალიან მომწონს ახლა განათება კიდე ჩართული არ არის და იმიანად მომეზად არ ჩანს, თუმცა ძალიან გმაყოფილი ვარ. ეს ვარსკვლავი ვერ დავამაგრე წესიერად, იმიტომ რომ ძიმე არის და თავი მოძრაობს და გადახრილია. წინიდან ჩანს მარტო კარგად, კორტიდან ესეა. მაგრამ არა უშავს ნუ სულ არაფერს ჯობდა და იყოს მოკლედ როგორც არის. წესით დღეს ხუთშაბათს არის მადლიერების დღე. ამერიკაში ვაკეთებდით ხოლმე ყოველთვის ხუთშაბათობით, უბრალოდ თბილისში რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღე არის და ზოგადად ეს დღე არ აღინიშნება, გადავწიეთ შაბათისთვის. შაბათს ვაკეთებთ მე და ნიკა ინდაურს და სხვა ტრადიციულ Thanksgiving-ის კერძებს და ჩვენს ოჯახის წევრებს ვეპატიჟებით. გუშინ დავიწყეთ უკვე მზადება, ვიყავით ინგრედიენტების საყიდვად. სამწუხაროდ ინდაური ნორმალური ისეთი როგორცაც ამერიკაში ვიყავით ხოლმე ვერ ვიშოვეთ. მხოლოდ პატარა ზომის იყო გასტრონომში 3 და 500 არის თვალწუხები და ვიქნებით 9 ადამიანი და რა თქმა უნდა საკმარისი არ არის ამერიკაში რასაც ვიყავით ხოლმე უზარმაზარი იყო მართლა და 3 ადამიანი ვჭამდით არ ვიცი როგორ ვახერხებით მაგას მაგრამ ნუ არავშავს ეხა ამინდაურს რაღაც საცერემონიო თვალსაზრისით გავაკეთებთ აუცილებლად და ამის გარდა ვფიქრობთ კიდევ ერთი მთავარი კერძი დავამატოთ ჩვენს მადლიერების დღის სუფრას დანარჩენი ტრადიციულად რაც შაშან ვიდეოში გაჩვენეთ იგივეს გავაკეთებ სავარაუდოდ პიურე კრემბერი соуსი ასევე ნუ კრემბერი соуსაც ვერ ვაკეთებ სიმართლე რომ თქვა იმიტომ რომ კრემბერი ვერ ვიშოვე საქართველოში არ იშოვება ზოგადად მხოლოდ ჩირი არის კრემბერის იგივე შტოშის და ამიტომ რამე სხვა ხილით უნდა ჩავანაცვლო მსგავსი ესე თქვა ტექსტურის და გემოს соуსი რომ მივიღო და ნახოთ ერთხელ გავაკეთე ევროპროდუქტში ვიყიდე გაყინული კოწახური თუ რაღაცა მსგავსი და ეხლა მინდა რომ მანდაც გავიარო და ნახოთ თუ იქნება მოვიარე გუდვილი კარფური აგროჰაბი გასტრონომი არსად არ იყო არანაირი წითელი ხილი გაყინული არ ვიცი საოცრება ხო და ხედავ ჩვენ ერთადერთი ევროპროდუქტი სანახავი და მაგასაც ვნახავ იმედია რაღაცას მოვიფიქრებთ სხვა ინგრედიენტებიც ვიყიდეთ დესერტად ვაპირებ ვაშლის ნამწუხრის გაკეთებას ანუ apple pie-ის ტრადიციულს გავაკეთებ ასევე პიურე mac and cheese gravy და მე მგონი სულ ეს არის ცოტა დავიწყე სახლის მომზადება დღეს არის ხუთშაბათი და შაბათს ველოდებით სტუმრებს თუმცა შაბათს მთელი დღე სავარაუდოდ საჭირის მომზადებაზე ვიქნები გადართული და ამიტომ სახლის რაღაცებს ვეღარ მოვესწრებდი ამიტომ ცოტა დავიწყე დაალაგება ესეთი ძალიან საახალწლო გადასაფარებელი მაქვს, მაგრამ არა უშავს. ეს არის ჩემი საყვარელი თეფშები, რომელსაც გამოვიყენებ. ეს დროებით არის ახლა ესე დაწყობილი, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ მოუხდებოდა. სხვანაირი თეთრი თეფშიც მაქვს და ვიფიქრე ის ხო არ ჭობდა რომ გამომეყენებინა, მაგრამ მე მგონი მწვანეც მომწონს. რაღაცებს შევცვლი რა თქმა უნდა. ეხლა მივდივარ მოკლედ ჩემთან ნაძვის სასაწყობად, მე და ნიკა კინოში მივდივართ. და მე როცა დავბრუნდები უკვე ნელ-ნელა დავიწყებ ისევ დაალაგებას და მოწესრიგებას სახლის. ხვალიდან უკვე დავიწყებ საჭირის მომზადებასაც. apple pie მინდა რომ გავაკეთებ და საყინულეში შევინახავ შაბათამდე და მე გამოვაცხობ. ამის გარდა ყველაფერს მოკლედ გავამზადებ, დავჭრი, შევინახავ სასიცოცხლოდ ყველა ინგრედიენტს იმისთვის რომ მე უშუალოდ მომზადებაში გამოვიყენო და დიდი დრო არ დავხარჯო მოკლედ დაჭრაში და გასუფთავებაში და ასე შემდეგ.
ამასთან ერთად ინდაური არის მათ სივარში, გაყინული ინდაური ვიყიდეთ და შესაბამისად წესით 1-2 დღე ეყოფა იმისთვის რომ გაალღვეს. მაიცევის ტემპერატურაში ვალყოფ იმისთვის რომ ყველაფერი მოკლედ კარგად ჩაიაროს ყველაფერმა და მერე მინდა რომ გავუკეთო მშრალი dry brining-ს ეძახიან, არ ვიცი ქართულად როგორ უნდა უხსნა ნამდვილად, მარილით მოკლედ შეფუთვა რომ ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოვიდეს. მოკლედ დღეს არის შაბათი და დღეს ვაკეთებთ Thanksgiving-ის სუფრას და ახლა გამოვედით, იმიტომ რომ გადავწყვეტეთ რომ ქათა მივიყიდოთ. ჩვენი ინდაური რომელიც გასტრონავს შევიძინეთ არის მხოლოდ 3 და 500 და 9 ადამიანს სავარაუდოდ არ გვეყოფოდა და მოკლედ ქათამს დავამატებთ ახლა და თან გზაში ისეთი საყვარელი ყვავილები მიყიდა ვიკამ მაგიდის დეკორაციისთვის. ახლა სახში მივალთ და გავაგრძელებ მოკლედ სამზადის. იგი გუშინ გავაკეთე ვაშლის ხვეზალი, ანუ ფუპაი ტრადიციული, რომელიც მოვამზადე, მაგრამ არ გამომიცხვია ჯერ. დღეს საღამოს ინდაურის შემდეგ შევდებ ხომალში და დესერტის იქნება. ასევე მოვამზადე მაკ-ენდ-ჩიზი, რომელიც
აქტიურად მზად არის, მაგრამ მაგასაც გამოცხობა ჭირდება და კრენბერი соуსის მაგივრად გვექნება ალუბლის соуსი, იმიტომ რომ კრენბერი ვერ მიშოვე და ერთ-ერთი წითელი ხილი, რომელიც იყიდებოდა მაღაზიაში გაყინული იყო ალუბალი და უკვე ალუბლის соуსი გვექნება. წესით რაღაც სიმჟავე მაგასაც აქვს და უნდა მოუხდეს, მე ესე ვფიქრობ. დაგვრჩა პიურე, ინდაური, გრეივი, პური უნდა გამოვაცხო და საოთა უნდა ავაწყო. და გუშინს მოვიდა და ისინი დავამთავრო. შვიცარზე ველოდებით სტუმრებს, ინდაურისთვის ალბათ 2 საათი ნახევარს გავთვლით. ანუ 5-ის ნახევარზე მოკლედ ინდაური უნდა შევდგათ ხუმალში, იქამდე სხვა რაღაცებს მოვუჩები, რაც არ გაციუდება კაცო, მე სხვა რაღაცებს ხონა გამოვაცხო და პირიქით ისე ინდაური სანამ დაჭრი სანამ ესა. ესე ჩავაწყე ჩვენი ყვავილები პატარა ვაზებში. ამ ხილს გადავდგავ სავარაუდოდ, იმიტომ რომ არ ჩაეტევა მე საჭმელი და მოკლედ ესეთი დეკორაცია გამოგვივიდა, მე მგონი არის Thanksgiving-ის შესაბამისი სტაფილოსფერი სანთლებიც მაქვს და ხო ვფიქრობ ეგ ხორჯობია. მე მგონი სტაფილოსფერი უფრო ლამაზია, რაღაცა უფრო საშემოდგომო ფერი აქთან ყვავილებს მოუხდა ძალიან, მაგრამ გადასაფარებელი არის ძალიან საახალწლო და არ ვიცი რომელი ჯობია. ეხლა ხო ვფიქრობ ხო არ ავიღო ეს გადასაფარებელი და წონერანერი დავდო უბრალოდ. ესე გამოიყურება ჩვენი მაგიდა. მოკლედ ავიღე ხა გადასაფარებელი და ესეთი რანერი დავაფინე, მე მგონი ეს უფრო მომწონს, რაღაცა უფრო ერთიანია და უფრო ლამაზია. და როცა შევისება უკვე მაგიდა და კერძებს დავდგა, უფრო ლამაზი იქნება წესით. ახლა გავამზადე ყველაფერი ინდაურისთვის და ქათმისთვის. ეს არის ჯვრის ზემოდანაც დაიდება, შემდეგ ინდაური და ქათამი, წვენი რომ გავუვა, მე აქედან გავაკეთებ соус. ეს არის კარაქი ნივრით და მწვანილით, როზმარინი აქვს, ოხრახუში და ქინძი და ეს არის ყველაფერი, რაც შიგნით უნდა შევდოთ ინდაურში და ქათამში. ერთად ვფიქრობ, რომ დავდო ორივე, იმიტომ რომ მგონია რომ დაეტევა და თან კარგი არომატიც ექნება. ამასობაში ცოტა მოუწესრიგდი, გავიკეთე მაკიაჟი, დღეს რაღაც წითელი პომადის ხასიათზე ვიყავი. განახებთ ჩემს აუთფიტსაც, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა უცნაურია სახლში გამობრანჭვა, მაგრამ ისეთი მადრიერების დღისთვის მოკლედ ვიფიქრე, რომ შესაბამისი იქნებოდა ჩემი დღევანდელი აუთფიტი. თან მინდა რომ ფეხსაცმელი ჩავიცვა ისეთი, რომელიც ჯერ არ მწმია და თუ ვიდეო არ გინახავთ ჩემი ფეხსაცმელების კოლექციის აუცილებლად ნახეთ. კავას და ფეხსაცმელს ჩავიცმე უკვე ბოლოს სტუმრების მოსვლის წინ, იმიტომ რომ არ დავისვარო. ყველაფერი მზად მაქვს, დანარჩენი კარტოფილი გათვლილი და დაჭრილი არის. მომამზადე სალათა, რომელსაც დრესინგს გავუკეთებ ბოლოს. მაგენჩიზი მზად არის გამოსაცხობად, ასევე დესერტის მზად არის გამოსაცხობად და პურიც მზად არის გამოსაცხობად. ყველაზე დიდი პრობლემა ამ სიტუაციაში არის ის, რომ ერთი ღუმელი მაქვს და რაღაცნაირად თანმიმდევრობა ის უნდა გავთვალო, რომ ყველაფერი იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ცოტა ხანში ხანიკა მოვა და მოამზადებს ინდაურს თავისი კარაქით და ასე შემდეგ ყველაფრით, მოკლედ ნიკას ევალება ხოლმე ყოველთვის ეს ნაწილი და მე უკვე მზად იქნება მოკლედ ღუმელში შესადებად. დაახლოებით 2 საათი ნახევარი დაჭირდება სავარაუდოდ ინდაურს და წესით და რიგით შემდეგ 1 საათი ინარჩუნებს თავის სითბოს და უკეთესიც არის ცოტა რომ დაასვენოთ, ამიტომ სავარაუდოდ დანარჩენ რაღაცებს ინდაურის შემდეგ გამოვაცხობ. ჩვენი მაგიდა ესე გამოიყურება, ცოტა რომ შებნელდება და სანთლებს რომ ავანთებ, მე მგონი ძალიან ლამაზი იქნება. ჩვენი ნაძვის ხეც აქ არის. მგონი რომ ძალიან ლამაზია და ძალიან კარგ განწყობას მიქმნის ჩვენი დეკორაციები. ესეთი დეკორაცია გვაქვს აქ. და მოკლედ მზად ვართ სტუმრების მისაღებად. თვითონ კერძების მომზადების პროცესი აღარ გადავიღე. შარშან Thanksgiving-ის ვიდეოში თითქმის ყველაფერი დეტალურად გაჩვენეთ, როგორ მოვამზადე. ამიტომ შეგიძლიათ ამ ვიდეოსაც უყუროთ.
და ამ გახსენებაზე არ დაგავიწყდეთ ჩემი ახის გამოწერა, ასევე ამ ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება იმისთვის, რომ მომავალი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. და ყველაზე ცუდი ამ მდგომარეობაში არის ის, რომ თან სიბრძნის კვილი ამომდის და მოკლედ ძალიან გავწვალდი ეს რამდენიმე დღეა. იმედია დამაცდის დღესაც და მე უკვე ვფიქრობ ამოღებას, იმიტომ რომ ძალიან შევწუხდი იმდენად საშინელი პროცესი. მე სამოგიღიათ სიბრძნის კბილები 4-ვე გამიზიარეთ თქვენი გამოცდილების შესახებ, ძალიან მეშინია. იმდენი ვიდეოები ვნახე TikTok-ზე და ისე არ მინდა შემდეგი 2 კვირა რეაბილიტაციის პერიოდი რომ დასიებული სახით ვიყო, რომ არ ვიცი თუ რაიმე რჩევები გაქვთ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ საშინელად მეშინია. ესე გამოიყურება ჩემი დღევანდელი აუთფიტი, ჯერ აქსესუარები არ გამიგეთებია, თმაც უბრალოდ ავიწიე, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს იქნება ჩემი დღევანდელი ვაიბი. ცოტა ძალიან overdressed ვარ, მაგრამ ძალიან მიხარია და ძალიან მომწონს ჩემი აუთფიტი და რატომაც არა. ახლა მოვამზადე სალათა დრესინგი გავუკეთე უფრო სწორად, ეს არის ჩვენი соуსი. ველოდები, ქათამს და იმ ბოსნეული უკვე გამოვიღე, ეხლა პურსკარაკს წავუსმევ და გავამზადებ გამოსაცხობად, აქ არის მაკენჩიზი, ამასაც განახებთ, პიურეც იხარშევ და ეხლა გრეივი უნდა გავაკეთო. Aia! და სიცხე და ძმას უდისმევდნენ და